დღეს ახალი სტილით 2 ივნისს წმინდა მართლმადიდებელი სამოციქულო ეკლესია იხსენებს ღირს ზაბულონს და სოსანას, წმინდა ნინოს მშობლებს, ღირს თალასეს, მოწამე ასკალონს. წმინდა ზაბულონი და სოსანა წმინდა ნინოს მშობლები იყვნენ. წმინდა ზაბულონი დაიბადა კაბადოკიაში დაახლოებით 280 წელს. წმინდა ზაბულონის მშობლები ღრმად მორწმუნე ქრისტიანები იყვნენ. ამ დროს კაბადოკიაში მრავლად ცხოვრობდნენ ქართველური ტომები. მეცნიერთა ვარაუდით წმინდა ზაბულონი ქართველთა ტომიდან იყო. ფიქრობენ, რომ წმინდა დიდმოწამე გიორგი წმინდა ზაბულონის დიშვილი იყო. როგორც წყაროები გვამცნობენ, წმინდა გიორგის წამების დროს რომში ჩავიდა კაცი ვინმე მთავართა შესაბამი, მონახვრთისა სახელით ზაბულონი და რომის იმპერატორის არმიაში დაიწყო სამსახური. მან მალე გაითქვა სახელი როგორც ნიჭიერმა მხედარმა და უბადლო მეომარმა. ფრანგებთან ბრძოლის დროს მოსცა უფალმან ძალი ზაბულონს. შეიპყრო ფრანგთა მეფე და მთავარნი და რომის იმპერატორს მიჰგვარა. იმპერატორმა სასიკვდილო განაჩენი გამოუტანა ტყვეებს. წმინდა ზაბულონის ქადაგების გავლენით სიკვდილის წინ ტყვეებმა ქრისტიანული ნათლისღება ითხოვეს. ზაბულონმა იმპერატორს თხოვა შეესრულებინა ტყვეთა ბოლო სურვილი. სიკვდილმისჯილებს მისცეს ნათელი ხელსა ქვეშე ზაბულონისა. წმინდა ზაბულონის ღვაწლით მთელი მაშინდელი საფრანგეთი ეზიარა ქრისტეს წმინდა ნათელს. წმინდა ზაბულონი იერუსალიმში წავიდა წმინდა ადგილების მოსალოცად. იქ მან მთელი მონაგები გლახაკებს დაურიგა და იერუსალიმის პატრიარქ იუბენალთან დაიწყო მსახურება. პატრიარქმა ზაბულონს თავისი და სოსანა მიათხოვა. წმინდა ზაბულონი და სოსანა ზაბულონის სამშობლოში, კაბადოკიაში წავიდნენ. აქ მათ შეეძინათ ქალიშვილი ნინო. როდესაც ნინო 12 წლის გახდა, მშობლებმა ყველაფერი გაყიდეს და იერუსალიმში წავიდნენ. ზაბულონმა პატრიარქ იუბენალისაგან აიღო კურთხევა და უდაბნოში წავიდა სამოღვაწეოდ, სადა ყოფა მისი უწყის ღმერთმან. წმინდა სოსანა დედა იგი წმინდა ნინოსი მისცა პატრიარქმა მსახურად გლახაკთა დედათა და უძლურთა. ცნობა წმინდა ნინოს მშობლების შესახებ მხოლოდ ქართულმა წყაროებმა შემოგვინახა.